2015 წელს თბილისში გასამართ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 9 სახეობიდან ერთ-ერთი ხელბურთი იქნება. ევროპის ახალგაზრდულ თამაშებზე ღირსეულად საასპარეზოდ განსაკუთრებულად ემზადებიან ტურნირის მასპინძელი ქართველი ხელბურთელები. 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 1988-99 წელს დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ. სწორედ ამასაკის ბავშვებს შორის ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ტურნირის ფინალურ მატჩს დღეს სპორტკომპლექსმა არენა მომასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის გუნდები კოვიდა და მერანი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ კოვიდეს გამარჯვებით ანგარიშით 25-19 დასრულდა. ეტაპი დავასრულეთ და ახლა ვართ უკვე ნაკრების ფორმირების ეტაპზე და ნელ-ნელა მათგან უკვე ვირჩევთ ჩვენს ანაკრებო ბავშვებს, რომლებსაც უკვე წელს 2 შეკრება ექნებათ, რომ ერთმანეთთან ერთად თამაშს მიეჩვივნონ. და რაც თავარია, მარტო თბილისი არ არის ჩართული არის აღმოსავლეთ საქართველოს 6 გუნდი, დასავლეთ საქართველოს. საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იყო, რომელმაც დაგვანახა, ცალსახად დაგვანახა, რომ ამ ასაკში განსაკუთრებით ხელბურთში უნდა გქონდეს წარმატების იმედი 2015 წელს. მე მინდა უსურო წარმატება ყველა ბავშვებს, ყველა ხელბურთელს და მოულოცო ეს გამარჯვება გუნდ კორიდას. ძალიან გაგვიჭირდა ძლიერი გუნდები იყო, მაგრამ მივახცეთ წარმატებას და ავიღეთ პირველი ადგილი და მინდა მადლობა მოუხადო ფედერაციის პრეზიდენტს და წარმომადგენლებს, რომელთაც ესეთი ტურნირები ჩაგვიტარა.